ლატარიაში მოგების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, უბრალოდ მაგრად უნდა გაგიმართლოს. მაგრამ აი მთელი ქონების განიავების გზების მთელი სია შეიძლება შეადგინო. დღეს სწორედ ასეთი სია გვაქვს. ეს არის ყველაზე გიჟური და სულელური ისტორიების სუპერკრებული იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჯეკპოტი მოხსნეს. შემდეგ კი საკუთარი ხელით განადგურეს თავიანთი მდიდრული ცხოვრება. ამ ვიდეოში გელოდებათ ველური მოგზაურობა მილიონების, ფუფუნების, კრიმინალის, შურის, სისულელისა და დანგრეული ბედისწერების სამყაროში. ჯასტინ რაიდერი. პატარა ბავშვებმაც კი იციან. თუ მულტფილმის გმირის სახურავიდან ხტება და გადარჩება, რეალურ ცხოვრებაში მისი გამეორება არ შეიძლება. მაგრამ ჯასტინ რაიდერმა, როგორც ჩანს, ზრდასრულ ასაკშიც ვერ აითვისა საღი აზრის ეს საბაზისო გაკვეთილი. ის სიტყვა-სიტყვით შეპყრობილი იყო ფილმით ოსტინ პაუერსი გოლდმემბერი და ცხოვრების მიზნად დაისახა პირდაპირ მნიშვნელობით გამხდარიყო ადამიანი, ოქროს ასოთი. როდესაც მან სრულიად დაუჯერებელი გზით $600,000 მოიგო, ჯასტინმა გადაწყვიტა: აი, ეს არის ჩემი მომენტი. ახლა მდიდრულად და ოქროსფრად ვიცხოვრებ. იმის ნაცვლად რომ ფული დაებანდებინა, ეყიდა სახლი ან მანქანა და უზრუნველეყო ლამაზი ცხოვრება, მან თავისი ყველაზე ძვირფასი ადგილი ოქროსფერის აღებავით შეიღება. ოღონდ იქ ოქროს საერთოდ არ იყო. მან გამოიყენა არა მოოქროვილი, არამედ ტყუის შემცველი საღებავი. როგორც ჩანს, მას მხოლოდ მძინავი ფერი აინტერესებდა. მან სიხარულით ჩაყო თავისი ღირსება ამ ნარევში და ცხოვრება ისე გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარა. როდესაც დროთა განმავლობაში ცუდად გახდა, ჯასტინი დაფიქრების ნაცვლად უბრალოდ ახალი ქილის საყიდლად წავიდა. ამჯერად მან იყიდა ნამდვილი გოლდ საღებავი ოქროს მინარევით. შეეძლო პირველი ფენა ჩამოებანა მაინც, მაგრამ არა, მან უბრალოდ ზემოდან წაისვა ახალი. გარკვეული დროის შემდეგ ჯასტინი მკვდარი იპოვეს და გჯეროდეთ, შემდეგი პერსონაჟი თითქოს სპეციალურად ეჯიბრებოდა მას უცნაურობაში. ალიშა ბეტლი. ის მთელი ცხოვრება თითქოს დანაღმულ ველზე დადიოდა, ოღონდ ამ ნაღმებს თავად ვეყრიდა. წარსულში მას უკვე ჰქონდა დაპატიმრებები მანქანების დაზიანების, საკრედიტო ბარათებით თაღლითობისა და თავდასხმის გამოც კი. 2003 წელს მან გადაწყვიტა დიდ რისკზე წასულიყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ მეგა მილიონსის ბილეთის ბედნიერმა მფლობელმა $162 მილიონი ჯეკპოტი მოხსნა, ალიშამ დაინახა შანსი შეჭრილიყო ფუფუნების სამყაროში, ოღონდ ყველაზე სულელური გზით. მან იცოდა, რომ მომგებიანი ბილეთი იმავე მაღაზიაში გაიყიდა, სადაც მან წამგებიანი იყიდა. როდესაც გამარჯვებული დიდხანს არ გამოჩნდა, ალიშა გამოვიდა და მთელ მსოფლიოს განუცხადა: მე მოვიგე და ბილეთი უბრალოდ დაუკარგე. ხალხმა დაიჯერა, მას თანაუგრძნობდნენ, მხარს უჭერდნენ და არარსებული ბილეთის ძებნაშიც კი ეხმარებოდნენ. ალიშა უფრო შორს წავიდა და პოლიციაში განცხადებაც კი დაწერა ბილეთის დაკარგვის შესახებ. ეს კატასტროფული შეცდომა იყო. სანამ ის მილიონერის ცხოვრების გეგმებს აწყობდა, ნამდვილი გამარჯვებულები ჩუმად ისხდნენ ფინანსურ კონსულტანტებთან, ითვლიდნენ გადასახადებს და ფიქრობდნენ, როგორ განეკარგათ ასობით მილიონი სწორად. და აი, როდესაც ისინი საბოლოოდ მშვიდად მივიდნენ პრიზის მისაღებად, სიმართლე გამჟღავნდა. ალიშა უბრალოდ იტყუებოდა. ვილის, მანქანისა და ლამაზი ცხოვრების ნაცვლად, მან კიდევ ერთი პრიზი მიიღო. იგი დაიჭირეს პოლიციაში ცრუ განცხადების გამო. ხოსე ანტონიო. მას ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი არ მოუხსნია. მაგრამ ჯორჯიის შტატის ლატარიაში მოგებული $750,000 მაინც უზარმაზარი თანხაა, განსაკუთრებით თუ არალეგალი ემიგრანტი ხარ. არის ერთი ნიუანსი. არალეგალებს არ აქვთ უფლება ოფიციალურად აიღონ დიდი ლატარიის მოგებები. ანუ თამაში შეიძლება, მაგრამ ფულის აღება არა. მაგრამ ხოსემ გადაწყვიტა, რომ სისტემას გვერდს აულიდა. მან თავის უფროს სთხოვა მოგების მის მაგივრად აღება. ფორმალურად ყველაფერი ლამაზად იყო. პატიოსანი დამსაქმებელი, ნდობა, ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. მაგრამ ხოსემ ერთი მარტივი ადამიანური თვისება ვერ გაითვალისწინა. სიხარბე. უფროსმა ფული უბრალოდ მიითვისა. ხოსე რომ ამ ფაქტს შეგუებოდა, ისტორია სევდიანად, მაგრამ შვიდად დასრულდებოდა. თუმცა ის იმდენად გაბრაზდა, რომ უფროს უჩივლა და $750,000 დაბრუნება მოითხოვა. ამ მომენტში ყველაფერი გამჟღავნდა. მისი არალეგალური სტატუსი, ლატარიაში უკანონო მონაწილეობა, მუქარა უფროსის და მისი ოჯახის მიმართ. შედეგი, მან არა მარტო ვერ მიიღო ვერც ერთი ცენტი, არამედ ციხეში ჩაჯდა და შემდეგ დეპორტირებულ იქნა. ეველინ ბეზორი. დიდი ლატარიის ერთხელ მოგება უკვე წარმოუდგენელი იღბალია. მაგრამ ეველინ ბეზორს იმდენად გაუმართლა, რომ 2 ჯეკპოტი ზედიზედ მოიგო. 1985 წელს მან პირველი სუპერპრიზი $3,900,000 მოხსნა. 4 თვის შემდეგ კი კიდევ ერთი, დაახლოებით $1,400,000.
ასეთ დიდ თანხას სავსებით შეეძლო მისთვის სიცოცხლის ბოლომდე მდიდრული, მშვიდი და ძალიან შეძლებული ცხოვრება უზრუნველყო. მაგრამ ეველინს მხოლოდ ირბალი ჰქონდა, ფინანსური სიბრძნე კი ნული. ის ფულს მარჯვნივ და მარცხნივ არ იგებდა. გულუხვად ასაჩუქრებდა ხალხს, დარჩენილი თანხა კი აზარტულ თამაშებში გაანიავა. როგორც ჩანს, ეველინმა გადაწყვიტა, რომ რაკი ლატარიაში ბედმა ორჯერ გაუღიმა, მომავალშიც მილიონებს ჩაუგდებდა ხელში. მაგრამ ასე არ მოხდა. დღეს ეველინი ტრაილერში ცხოვრობს და ორ სამსახურში მუშაობს, მხოლოდ იმისთვის, რომ საჭმელი იყიდოს. თუმცა ლატარიის თამაშ მაინც აგრძელებს. ვინ იცის, იქნებ მესამე ბედნიერი შემთხვევის იმედი აქვს. კრისტინა გუდინო. კრისტინამ ორეგონის შტატის ლატარიაში 1 მილიონი დოლარის მომგებიანი ბილეთი ამოიღო. ერთი შეხედვით იდეალური სტარტია მდიდრული ცხოვრებისთვის, მაგრამ ყველაფერი გაანადგურა იმან, თუ როგორ იყიდა მან ეს ბილეთი. გუდინომ ბილეთი თავისი შეყვარებულის გარდაცვლილი დედის საკრედიტო ბარათით იყიდა. ლატარიის ყიდვა მოპარული ბარათით იგივეა, რაც მარკერით წარწერა შუბლზე. გამარჯობა პოლიცია, მე აქ ვარ. როგორც კი მან ფულის აღება სცადა, ფედერალურმა აგენტებმა სისტემაში ჩაიხედეს და დაინახეს. ბილეთი გარდაცვლილმა ქალმა იყიდა. შემოწმებამ ცოტა დრო წაიღო და კრისტინა გამოავლინეს. აქ სამართალდამშავებმა თავიანთი ჯეკპოტი მოხსნეს. გაირკვა, რომ საქმე მხოლოდ ერთი მოპარული გადახდით არ შემოიფარგლებოდა. კრისტინას აღმოუჩინეს ქურდობა, დოკუმენტების გაყალბება, იდენტობის ქურდობა, კომპიუტერული თაღლითობა და პირობითი სასჯელის დარღვევა. და ალუბალი ტორტზე აკრძალული ნივთიერებების სოლიდური მარაგი. ჯერალდ მასვაგონი. ჯერალდ მასვაგონმა კანადიდან იღიდა ჩვეულებრივი ლატარიის ბილეთი $2 და ქაღალდის ესიაფი ნაგლეჯი $10 მილიონ იქცა. იმის ნაცვლად, რომ ეს ფული სტაბილურ, კომფორტულ და მდიდრულ ცხოვრებად ექცია საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, მან მოაწყო წვეულება, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა. იყიდა სახლი, რომელიც ფაქტობრივად ღამის კლუბად იქცა. დაუსრულებელი წვეულებები, მანქანები, საჩუქრები შემთხვევითი ადამიანებისთვის, არსაიდან გამოჩენილი მეგობრების ბრბო, მილიონები წყალივით მიედინებოდა. პარალელურად ჯერალდი სულ უფრო ღრმად ეფლობოდა იურიდიულ პრობლემებსა და სკანდალებში. როდესაც ფული გათავდა, ფერმაში ფიზიკურ სამუშაოზე მოეწყო, რათა შეყვარებული და 6 შვილი ერჩინა. გრანდიოზული მოგებიდან 7 წლის შემდეგ მან მშობლების ავტოფარეხში თავი ჩამოიხრჩო. ასეთ ისტორიებზე ხშირად საუბრობენ როგორც ლატარიის წყევლაზე და სამწუხაროდ ის ერთადერთი არ ყოფილა. ამანდა კლეიტონი. ამანდა კლეიტონი სულ ახალგაზრდა იყო, მძიმედ ცხოვრობდა. სოციალურ დახმარებასა და სასურსათო ტალონებზე იყო დამოკიდებული, რათა უბრალოდ ეჭამა. მისი ცხოვრება აშკარად არ გავდა მდიდრულ ბლოკს იახტებით და უცებ სასწაული. ის იგებს $1 მილიონ მიჩიგანის შტატის ლატარიაში. აი შესაძლებლობა ერთი ხელის მოსმით დააღწიო თავისი ღარიბეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ოფიციალურად ეთქვა უარი დახმარებებზე და ლამაზი ცხოვრება აეწყო, ამანდამ გადაწყვიტა, რომ ორ სკამზე ჯდომა შეეძლო. გავიდა წლები, ის კვლავ იღებდა დახმარებასა და ტალონებს საჭმელზე, თითქოს ჯერ კიდევ გაჭირვებული იყო. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ მილიონერი და კვლავ სახელმწიფო დახმარებაზე? ისტორია ახალ ამბებში მოხდა. დაიწყო შემოწმება. საბოლოოდ ამანდა თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. მას 9 თვით პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიუსაჯეს. 1 წლის შემდეგ ის მკვდარი იპოვეს. აკრძალული ნივთიერებების ზედოზირება. ძალიან სევდიანი ფინალი ადამიანისა, რომელსაც შეეძლო თავისი ცხოვრება წარმატების ისტორია დექცია. მაგრამ ამის ნაცვლად ტრაგედია დაქცია. ალექს სტოტი. ალექს სტოტმა ფლორიდაში 1990 წელს $19 მილიონი მოიგო. პირველ წლებში ის ცხოვრობდა როგორც ლატარიის კლასიკური გამარჯვებული. დიდი სახლი, ხარჯები, სასიამოვნო ცხოვრება. მაგრამ ინვესტიციებისა და დაგეგმის ნაცვლად მას ჰქონდა ქაოსური შენაძენები და არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები. საბოლოოდ ფული გათავდა, ქორწინება დაიშალა. ალექსი აღმოჩნდა გამოძიების ქვეშ ყალბის საგადასახადო დეკლარაციების გამო. გაატარა დრო ფსიქიატრიულ კლინიკაში და 2008 წელს, 60 წლის ასაკში, სრულიად გაკოტრებული გარდაიცვალა. მაიკლ კეროლი. 19 წლის მაიკლ კეროლი მოგების მისაღებად ელექტრონული სამაჯურით მიდის, რადგან დანაშაულისთვის სასამართლოს ელოდება და თან მიაქვს 14 მილიონი ფუნტი. ის ყიდულობს დიდ სახლს, მაგრამ ის არ მოსწონს. მაიკლი იწყებს ძვირად ღირებულ რემონტს, ნაკვეთზე აშენებს ტრასას ავტოდრომისთვის, სადაც გასართობად ანადგურებს ძვირად ღირებულ მანქანებს. მისი დილა ეს არის ნივთიერებები და არაყი. დღეები, დაუსრულებელი წვეულებები და ორგიები სახლში, თუმცა მას ცოლი და შვილი ყავს. საბოლოოდ მას ზურგს აქცევენ მეგობრები და ოჯახი. ფული ქრება და როდესაც ის ნულზე რჩება, ცოლი უბრუნდება. მაიკლი აღიარებს,
ფული რომ დარჩენილა, სავარაუდოდ უკვე მკვდარი იქნებოდა. ჯონ მაგგინესი 1997 წელს ჯონ მაგგინესი 10 მილიონ ფუნტს იგებს ბრიტანეთის ნაციონალურ ლოტარიაში და ზუსტად იცის რაც უნდა. ის ყიდულობს საყვარელ საფეხბურთო კლუბს 4.9 მილიონ ფუნტად, მაგრამ კლუბთან ერთად იღებს მის გიგანტურ ვალებსაც. 2009 წლისთვის ეს ვალები მთლიანად ჭამს მის ქონებას და საფეხბურთო გუნდის ყოფილი მფლობელი ყურდებს აგროვებს პროდუქტებისთვის. ჯეიმს ჰეისი 1999 წელს ღამის დარაჯი ჯეიმს ჰეისი კალიფორნიის სუპერლოტოში 19 მილიონ დოლარს იგებს. თანხის ნაწილი ყოფილ ცოლს მიაქვს. თვითონ ეჩვევა აკრძალულ ნივთიერებებს და მათზე კვირაში $1000 ხარჯავს. როდესაც ფული თავდება, ის იწყებს ბანკების ძარცვას, რათა შეინარჩუნოს ჩვეული ცხოვრების წესი. 2018 წელს ის აღიარებს დანაშაულს და 33 თვიან პატიმრობას იღებს. მოგებული მილიონებიდან მას არ რჩება არც 1 ცენტი, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები. ჯოზეფ და იბი რონკაიოლები. კანადელები ჯოზეფ და იბი რონკაიოლები არაღარიბი ხანში შესული წყვილი იყვნენ. 1991 წელს იბი $5 მილიონ იგებს. გვერდიდან ჩანს, რომ ახლა ისინი სამუდამოდ უზრუნველყოფილები არიან. შემდეგ ჯოზეფი იგებს, რომ იბი მთელ მათ დანაზოგს ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებში ანიავებს და არ აპირებს მისთვის ლოტარიის მოგების გაზიარებას. კიდევ ერთი დარტყმა. მან ჩუმად მისცა 5 მილიონი თავის შულს, რომელიც ჯოზეფთან ქორწინებამდე გააჩინა. რამდენიმე წლის შემდეგ იბის უგონო მდგომარეობაში პოულობენ. ექსპერტიზა აჩვენებს მოწამლას. ჯოზეფი, რომელიც ექიმი იყო, ამტკიცებს, რომ მხოლოდ მის სისხლს ამოწმებდა. მაგრამ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. ფულმა გაანადგურა არა მხოლოდ მათი ქორწინება, არამედ ოჯახის მთელი ცხოვრება. დევიდ ლი ედვარდსი კენტუკის მცხოვრები დევიდ ლი ედვარდსი იგებს უზარმაზარ ჯეკპოტს და თვეების განმავლობაში ხდება ლოტარიული სიგიჟის სიმბოლო. ის ქორწინდება ქალზე, რომელიც მასზე 19 წლით უმცროსია. ყიდულობს ათობით ლუქს კლასის მანკანას, უზარმაზარ სასახლეს, თვითმფრინავს. პირველ 3 თვეში მიდის 3 მილიონი, პირველ წელიწადში 12 მილიონზე მეტი. შემდეგ ყველაფერი პიკში შედის. ორივე ეჩვევა მძიმე ნივთიერებებს. ფული აღარ არის, სახლს ვალების გამო ართმევენ. მოგებიდან 12 წლის შემდეგ 2013 წელს დევიდი 58 წლის ასაკში ჰოსპისში გაკოტრებული კვდება. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ცოლი ახალ ამბებში ხვდება თავისი ბოიფრენდის დანით დაჭრის გამო. ბილი ბობ ჰარელ უმცროსი. ეს ადამიანი ლოტარიის წყევლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლია. 1997 წელს მან ტეხასის შტატის ლოტარიაში 31 მილიონი დოლარი მოიგო. ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და ფულს გულ-უხვად გასცემდა. სწირავდა უზარმაზარ თანხებს თავის ეკლესიას, ეხმარებოდა მრევლს, ყიდულობდა სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს საკუთარი თავისა და ნათესავებისთვის, აფინანსებდა მდიდრულ მოგზაურობებს ჰავაიზე. ისინი ოჯახით ისე ცხოვრობდნენ, თითქოს ფული უსასრულო იყო. მაგრამ უზარმაზარმა ხარჯებმა და გარშემონყოფების მუდმივმა თხოვნებმა ის გამოწურა, ემოციურადაც და ფინანსურადაც. როდესაც ფული გათავდა, მისი ქორწინება დაიშალა, ბილიმ კი ვერ გაუძლო. მოგებიდან სულ რაღაც 2 წლის შემდეგ ის მკვდარი იპოვეს. მან თავი მოიკლა. ლი რაიანი. ლი რაიანი ლონდონში მოპარული ავტომობილებით ვაჭრობისთვის სასამართლოს ელოდა, როდესაც გაიგო, რომ 6.5 მილიონი ფუნტი მოიგო. მან ვერ მოასწრო გამარჯვებით მაშინვე დატკბობა. მას 18 თვის გატალება ციხეში მოუწია. მაგრამ როდესაც გამოვიდა, გადაწყვიტა, რომ ცხოვრებით ბოლომდე უნდა ესიამოვნა. იყიდა ბენტლი, BMW, Porsche, Ferrari, შემდეგ კი სასახლე 1.2 მილიონ დოლარად. შემდეგ კოლექციას დაამატა 2 მოტოციკლი დუკატი, კერძო თვითმფრინავი 150.000 დოლარად და ვერტმფრენი 280.000-ად. მაგრამ ამით მისი ინვესტიციები არ დასრულებულა. ის ახალ შეყვარებულთან ერთად ყირგიზეთში გადავიდა, სადაც უზარმაზარი ფული ჩადო თევზის ფერმაში. მაგრამ გეგმა ჩავარდა, როდესაც ადგილობრივ მაფიას დაუკავშირდა. საბოლოოდ ის ლონდონში 1 საძილე ტომრით დაბრუნდა. 2 წელი გაატარა უსახლკაროდ, ქუჩაში ღამის თევით. დღეს ის კამერის ოპერატორად მუშაობს. ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით, მულტიმილიონერის სტატუსიდან კი აჩრდილიც არ დარჩენილა. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ფული სწრაფად მოდის, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფად მიდის. ზოგჯერ კი მას სისხლი მოყვება. კით გოფი. ინგლისელი კით გოფი 58 წლის მცხობელი და ბედნიერი ქმარი იყო, როდესაც 9 მილიონი ფუნტი მოიგო. მანამდე ის ცოლთან ერთად მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა. 7-დან გასულიყვნენ პენსიაზე და ეცხოვრათ წყნარად. მაგრამ ფულთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. კიტმა იყიდა სწრაფი მანქანები, დაიწყო უზარმაზარი ფსონების დადება დოღზე. დროის გატარება ასტონ ვილას მატჩების VIP ლოჟაში.
ფუფუნებისა და დიდი ფსონების გემო გაიგო. თავარი მტერი ალკოჰოლი გახდა. მან სულ უფრო მეტი სმა დაიწყო. ურთიერთობა ცოლთან დაენგრა და ისინი დაშორდნენ. მოგებიდან 5 წლის შემდეგ გაღატაკებული და განადგურებული კიტი ინფარქტით გარდაიცვალა. ვერ გაუძლო სტრესსა და დაანგრეული ცხოვრების წესის შედეგებს. ენდრიუ ჯეკ უიტაკერი. ენდრიუ ჯეკ უიტაკერი არ ყოფილა უბრალო მუშაკი. მისი კომპანია წელიწადში 15 მილიონი დოლარის კონტრაქტებს დებდა. ის უკვე მდიდარი იყო მანამ სანამ ლატარიის ბილეთს იყიდიდა. და აი, 2 წლის შობის დილას ის იგებს ისტორიაში უდიდეს Powerball-ს ერთ ადამიანზე, 314.9 მილიონ დოლარს. აირჩია რა ერთჯერადი გადახდა, გადასახადების შემდეგ მან დაახლოებით 113 მილიონი დოლარი მიიღო. ის უზარმაზარ თანხებს წირავდა ქველმოქმედებაში. დასავლეთ ვირჯინიის ეკლესიებს დაახლოებით 15 მილიონი გადასცა. შექმნა საქველმოქმედო ფონდი, უყიდა სახლი და მანქანა ქალს, რომელმაც მომგებიანი ბილეთი მიხიდა და ზემოდან ნაღდი ფულით საჩუქა. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა მისი ხარჯები და ცნობადობა, მით უფრო მეტი ხალხი მიიწევდა მისკენ სარჩელებითა და პრეტენზიებით. მისი ბიზნესი აივსო საეჭვო სასამართლოს არჩელებით და ის მილიონებს უხდიდა იურისტებს. ამ წნეხის ქვეშ ჯეკმა სმა დაიწყო, ეხვეოდა ჩხუბებსა და სკანდალებში. ოჯახმაც ვერ გაუძლო. მისი შვილიშვილი ბრენდი ცუდ წრეში მოხვდა და გარდაიცვალა. მისი შეყვარებული 1 წლით ადრე ზედოზირებით მოკვდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი უიტაკერის ქალიშვილიც გარდაიცვალა. ცოლმა გაყრა მოითხოვა. საბოლოოდ მან დაკარგა ოჯახი და თითქმის მთელი ფული. ადამიანი, რომელიც მოგებამდეც მდიდარი იყო, დამარცხდა არა სიღარიბესთან ომში, არამედ ყველაფერთან, რაც ადვილ ფულს მოჰყვა. რაიან მაგი. ირლანდიელი რაიან მაგი ერთხელ დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდების სიაში მოხვდა, მას შემდეგ რაც 12.7 მილიონი ფუნტი მოიგო. პირველ რიგში მან იყიდა წითელი ფერარი, შემდეგ მდიდრული სასახლე. მაგრამ ყველაფერ მან გრევა დაიწყო იმ მომენტიდან, როცა მან თავისი ფერარი დაამტვრია. გამოძიება მაჩვენა, რომ ავარიის მომენტში ის დაზღვევის გარეშე მოძრაობდა. მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს, მოგვიანებით კი საჭესთან ისევ დაიჭირეს, უკვე გაუქმებული უფლებებით და იაფიანი ფორტ-ფოკუსით. სანამ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, გაირკვა, რომ მისი სასახლე გასაყიდად არის გამოტანილი. ფული კი იმდენად აღარა აქვს, რომ მიძულებულია იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე ითხოვოს. ანუ ფაქტობრივად გაღატაკდა. ასე მივიდა ადამიანი, რომელსაც ერთ დროს მსოფლიოში თითქმის ნებისმიერი მანქანის ყიდვა შეეძლო, იქამდე რომ ადვოკატის გადახდაც კი ვერ შეძლო. ახლა უკვე იცით ის ყველაზე გიჟური, სულელური და ტრაგიკული გზები, რომლებითაც შეიძლება ლატარიის ჯეკპოტი, მდიდრული ცხოვრება და უზრუნველი მომავალის შანსი გაანადგუროთ. დაიმახსოვრეთ, მოგება იღბლის საქმეა, ხოლო მისი შენარჩუნება და გამრავლება ჭკუის. რას ფიქრობთ დღევანდელ ეპიზოდზე? თუ ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ მისი მოწონება, არხის გამოწერა და კომენტარებში თქვენი აზრის გაზიარება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.